ავსტრალიის დედაქალაქ კამბერაში ის იშვიათი ყვავილია ყავდა, რომელსაც გახრწნილი ხორცის სუნი აქვს. ბოლო თვეების განმავლობაში ავსტრალიაში ყვავილის სახელწოდებით ამორფოფალუსი მესამე დაყვავდა, რაც იშვიათი მოვლენაა. კამბერაში ავსტრალიის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აყვავებული ამორფოფალუსის სანახავად მრავალი დამთვალიერებელი მივიდა. ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების თქმით, მცენარე მძაფრ სუნს კონკრეტული მიზეზის გამო გამოსცემს. თავდაპირველად სველი სარეცხის, ჭუჭყიანი ტანსაცმლისა და მკვდარი ვირთხის მსგავსი სუნებით დაიწყო. შემდეგ კი მკვდარი პოსუმის, ძროხისა და ცხრის სუნი ჰქონდა. მცენარე თავს ისე აჩვენებს, თითქოს ის ძალიან ძველი ხეა, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე სინამდვილეში არის. ამით ის მტაცებლების მიერ შეჭმის რისკებს ამცირებს. ეროვნულ ბაღში ამბობენ, რომ სუნის გამოყოფის პროცესს თერმოგენეზი ეწოდება. ამ დროს მდედრობითი სქესის ყვავილები მომწიფებულია, რომელსაც დამტვერვის მოზიდვა კილომეტრების მანძილზე შეუძლია.